ირანმა დღეს დონალდ ტრამპს წაუყენა. ირანმა დონალდ ტრამპს საკმაოდ მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა, ხოლო სპარსეთის ყურის მონარქიებმა დონალდ ტრამპი საჯაროდ დაადანაშაულეს ტყუილში. ხოლო თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ომი უკვე პარასკევს 22 მაისს განახლდება. ტრამპი ამტკიცებს, რომ თითქმის შეთანხმდა თეირანთან. გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თითქოს გადადო ირანზე დაგეგმილი სამხედრო შეტევა, რომელიც დღეს 19 მაისს უნდა განხორციელებულიყო. და თითქოს თავად მას ძალიან სურდა შეტევა, მაგრამ სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა, პირველ რიგში კატარმა და საუდის არაბეთმა დაურეკეს და უბრალოდ ემუდარებოდნენ. ირანს არ დასხონდა თავს. მაგრამ ამავდროულად თავად ირანმა დონალდ ტრამპს წაუყენა მოთხოვნების სია ომის დასასრულებლად. და ყოველ ჯერზე ეს მოთხოვნები უფრო და უფრო მკაფკაცრი ხდება, რადგან ეხლა ირანი ითხოვს ზარალის ანაზღაურებას, იმ ფაქტის აღიარებას, რომ აშშ-მ ომი წააგო და ამერიკული ჯარების სრული გაყვანას რეგიონით. ხოლო ბირთვული პროგრამა დარჩება. და ამ ფონზე სპარსეთის ყურის მონარქიების ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს მოგზალებით განაცხადეს, რომ საერთოდ არაფერზე უთხოვია დონალდ ტრამპისთვის. და საერთოდ ბოლო დღეებში მასთან არ დაკავშირებიან. ამიტომ ტრამპის განცხადება თითქოს მათ მისთვის რამე ეთხოვათ, ცოტა უცნაურად გამოიყურება. ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ კი, ირანზე თავდასხმა შესაძლოა ამ პარასკევს მოხდეს. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ თავიანთ თხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. და სანამ დავიწყებთ, ერთი წამით თქვენი ყურადღება მინდა მოვითხოვო, რადგან ეს გამოშვება გამოდის Preply პლატფორმის მხარდაჭერით. ეს არის უკრაინული ონლაინ პლატფორმა უცხო ენების რეპეტიტორებისთვის. იქ დაახლოებით 100,000 მასწავლებელია და 90 ენა. ეს იდეალურია მათთვის, ვინც მაგალითად ემიგრაციაშია, სწავლობს გერმანულს, ინგლისურს, პოლონურს, ან საერთოდ ნებისმიერ ენას. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ეხლა მათ აქვთ 50%-იანი ფასდაკლება პირველ გაკვეთილზე. ამიტომ ამ ვიდეოს აღწერაში არის ბმული, რომელზე გადასვლითაც თქვენ მაშინვე მიიღებთ 50%-იან ფასდაკლებას ალექსეი პიჩის YouTube არხიდან. ეხლა კი გადავდივართ გამოშვებაზე. მოდი ახლა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ და დავიწყებ. დავიწყოთ ბოლო განცხადებით, რომელმაც უბრალოდ გამანადგურა. დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ირანში ომია. ის მალე ძალიან პოპულარული გახდება. ანუ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელები, ანუ იდიოტები, უბრალოდ ვერ ხვდებიან. ისინი არ უჭერენ ხარს ომს ირანში მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, რისთვის მიმდინარეობს ეს ომი. შემდეგ მისი ციტატა. მეუბნებიან, რომ ომი ძალიან არაპოპულარულია. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ომი ძალიან პოპულარულია. იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ირანს არ გქონდეს ბირთვული იარაღი, რითაც მათ მაგალითად ლოს-ანჯელესის განადგურება შეეძლებათ. თუ ჩვენ ამას ხალხს აუხსნიდით, მაგრამ მე არ მაქვს დრო ამის ასახსნელად, იმიტომ რომ მე ამ ომს ვაწარმოებ. ანუ ხვდებით რა არის ამ ციტატაში. ის ამბობს, ой, ფუ, ეს ამერიკელები რაღაცნაირები არიან, რაღაც უნდა აუხსნა, თუ ვერ ხვდებიან, ესე იგი სულელები არიან, სულესა. და ისინი ფიქრობენ, რომ ეს არ არის პოპულარული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პოპულარულია. ისინი ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან და მე სულ არ მადარდებს, რომ ვერ ხვდებიან. მე ვმართავ ომს და დანარჩენი არაფერს ნიშნავს ჩემთვის. და იცით, აქ არის ეს საინტერესო ციტატა. ის ამბობს, მე ამ ომს ვაწარმოებ. გაგახსენებთ, მას ამერიკული კანონით აღარ აქვს უფლება ომი აწარმოოს. ომი, მისი სიტყვებით, დასრულდა 1 მაისს, იმიტომ რომ დასრულდა 60 დღე, როცა მას შეეძლო საბრძოლო მოქმედებების წარმოება კონგრესის ნებართვის გარეშე. შემდეგ მას აღარ აქვს უფლება ეს სიტყვა ომი გამოიყენოს. მაგრამ ამერიკაში როგორც ჩანს, რაღაც გათხრდა. და ახლა ამერიკის პრეზიდენტს უბრალოდ შეუძლია საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება არც ერთ კანონს. არ მიაქციოს ყურადღება ამერიკელებს. თქვას რომ საერთოდ არ აინტერესებს მათი ფინანსური მდგომარეობა. როგორც მან ცოტა ხნის წინ თქვა, ეს საერთოდ არ მაწუხებს. ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან. ეს ბრბოლ ვერ ხვდება, რისთვის ვაკეთებ ამას ყველაფერს. მოусმინე, ყველა მეუბნება, რომ ეს არაპოპულარულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პოპულარულია. როცა ისინი იგებენ, რომ ეს ბირთვულ იარაღს ეხება. იარაღს, რომელსაც შეუძლია ლოს-ანჯელესის და სხვა დიდი ქალაქების სწრაფად განადგურება. როცა ამას იგებენ, იცი, როცა ისინი ხსნიან, გეტყვი რასაც, როცა ამას ხალხს უხსნით, მე ნამდვილად არ მაქვს საკმარისი დრო, რომ ხალხს ავუხსნა. ძალიან დაკავებული ვარ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო. მაგრამ როცა ისინი გაიგებენ, ფიქრობ, ეს ძალიან გულწრფელად რო თქვა, ძალიან პოპულარულია. მაგრამ პოპულარული იქნება თუ არა, მე ეს უნდა გავაკეთო. და უფრო მეტიც, რომ აშშ შეუძლია ირანს უკვე ამ პარასკევს 22 მაისს შევდიოს. ის ამბობს, რომ თითქოს რა თქმა უნდა იმეც ვიტოვებ, რომ გამოვა, ფიქრობ, ეს პოპულარულია, შევდიოს. მაგრამ დაუბრუნდეთ მის უფრო, ესე ვთქვათ, ადრინდელ განცხადებებს. ტრამპმა განაცხადა, რომ შესთავაზა დაგეგმილი სამხედრო შეტევა ირანზე, რომელიც უკვე დღეს 19 მაისს უნდა განხორციელებულიყო.
დონალდ ტრამპის ვერსიით, ირანზე შეტევაზე უარის თმა მას თითქოს სთხოვეს, ევედრებოდნენ კიდეც. კატარის ემირი შეიხი თამიმ ბენ ჰამად ალტანი, საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი და პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბენ სალმან ალ-საუდი, ასევე გაერთიანებული არაბული ემირატების პრეზიდენტი შეიხი მუჰამედ ბენ ზაიდ ალ-ნაჰაიანი. დაიმახსოვრეთ ეს სახელები, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ტრამპის ციტატას მოვიყვან. ამ ლიდერებმა მომმართეს თხოვნით გადამედო ხვალისთვის დაგდიგმილი სამხედრო თავდასხმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. ქემი პატივისცემიდან გამომდინარე, ზემოხსენებული ლიდერების მიმართ მივეცი მითითება თავდაცვის მინისტრ პიტ ჰექსეტს, გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ დენიელ კეინს და შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, რომ ხვალისთვის დაგეგმილ თავდასხმას ირანზე არ განვახორციელებთ. ასევე მივეცით მათ მითითება, რომ მზად იყვნენ სრულმასშტაბიანი შეტევისთვის ირანზე ნებისმიერ მომენტში, თუ მისაღები შეთანხმება არ იქნება მიღწეული. და აი ამის შემდეგვე ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე სერიოზული მოლაპარაკებები. მისი თქმით, აღნიშნული სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერები მიიჩნევენ, რომ იქნება მიღწეული შეთანხმება, რომელიც სრულიად მისაღები იქნება შეერთებული შტატებისთვის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. ტრამპის თქმით, შეთანხმება მოიცავს ირანისთვის ბირთვული იარაღის აკრძალვას და კიდევ ერთხელ ტრამპმა კარიკატურულად განაცხადა, რომ თუ ამჯერად შეთანხმება არ იქნება, ოჰო, ვითომ როგორც უკრაინელები ამბობენ. ნახავთ თქვენ. თუ ამჯერად შეთანხმება არ იქნება, როგორც უკრაინულად ამბობენ, ნახავთ თქვენ. მაშინ აშშ-ში ნამდვილად დაიწყებს სრულმასშტაბიან შეტევას ირანზე. მაგრამ უბრალოდ დაიჯერეთ. ამჯერად ტრამპი თითქოს არ ბლეფობს. ადრე კი იყო ესეთი რამ, ეხლა ნამდვილად არა. პასუხად ირანმა ოფიციალურად დაასახელა თავისი პირობები აშშ-სთან მშვიდობის დასადებად. სია საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. სია ყველაფერს მოიცავს. სანქციებიდან დაწყებული ამერიკული ჯარების გაყვანით დამთავრებული. თეირანის ახალი სამშვიდობო წინადადება მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ირანის მახლობლად განლაგებული ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანას, ასევე რეპარაციებს. აშშ-და და ისრაელის კონფლიქტის შედეგად ირანში მიყენებული ზიანისთვის. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს აღიარებას, რომ აშშ-მ წააგო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კაზემ ღარიბაბაბდიმ განაცხადა, რომ ირანი ასევე ცდილობს სანქციების მოხსნას, გაპინული აქტივების გამბლოკვას და აშშ-ს მხრიდან საზღვაო ბლოკადის შეწყვეტას. თუ თქვენ ადევნებთ თვალს სიახლეებს, უკვე მიხვდებოდით, რომ ირანის ეს პირობები პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება წინა პირობებისგან. თეირანის წინადადებები, რომელსაც დონალდ ტრამპმა გასულკვირა სრული სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ ეს მიუღებელია, ამჯერად ისინი ცოტათი ცვლიან ამ პირობებს. ისინი ძირითადად იგივეა. მაგრამ ტრამპი უკვე ამბობს, რომ ისინი შეთანხმებასთან ახლოს არიან, რადგან ირანი თითქოს დათმობაზე წავიდა. მაგრამ ირანი დათმობაზე არ წასულა. აქ ერთი პრობლემა არსებობს. ამ პრობლემას ბირთვული პროგრამა ქვია. ირანული სააგენტო ფარსის მონაცემებით, ვაშინგტონი უარს ამბობს თეირანისთვის მიყენებული ზიანის ნებისმიერი კომპენსაციის გადახდაზე. აშშ ასევე აპირებს ირანიდან 400 კილოგრამი გამდიდრებული ურანის გატანას და თანახმაა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბირთვული ობიექტის კომპლექსი იმუშაოს. გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ თანხმდება ირანის გაყინული აქტივების თუნდაც 25%-ის გამბლოკვაზე, ხოლო ომის შეწყვეტას პირდაპირ აკავშირებს მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან. ასეთი პირობების გამოყენებით, აშშ ცდილობს მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელთა მიღწევაც ომის დროს ვერ შეძლო, მიაჩნიათ ირანის ხელისუფლებაში. ისინი ასევე მიუთითებენ, რომ აშშ-სა და ისრაელის მხრიდან აგრესიის საფრთხე დარჩება მაშინაც კი, თუ წაყენებული მოთხოვნები შესრულდება. ამასთან დაკავშირებით, ირანის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა სააგენტო მეჰრმა მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შესახებ განაცხადა. ახლა კი მთავარი. იმავე გამოცემამ ფარსმა ჯერ კიდევ 12 მაისს, როდესაც ირანის 5 პუნქტი გამოქვეყნდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი არ დაუბრუნდება მოლაპარაკებებს აშშ-სთან ამ ყველა პირობის შესრულების გარეშე. გარდა ამისა, ირანის ხელისუფლება თავის მოთხოვნებს მინიმალურ ზომებად მიიჩნევს ნდობის გასამყარებლად. და მას შემდეგ ირანის პოზიცია რეალურად არ შეცვლილა. დონალდ ტრამპი კი ხან თავდასხმას აცხადებდა, ხან ამტკიცებდა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიდის და ამიტომ თავდასხმას აუქმებს. ხანაც ამატებდა, თითქოს ვიღაცა რაღაცაზე არწმუნებს. ეხლა კი ყველაზე საინტერესო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ სამხედრო დარტყმის გადადების გადაწყვეტილება ირანში ობიექტზე შეტევის შესახებ მიღებული იქნა პერსიის ყურის არაბული ქვეყნების ლიდერების მიმართვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს რბილად რო ვთქვათ, გადაჭარბებული იყო
და თუ გულახდილად ვიტყვით, ტყუილი. გაზეთმა Wall Street Journal-მა გადაწყვიტა დაერეკა იმ ახლო აღმოსავლეთის ლიდერების კანცელარიებში, რომლებიც ტრამპმა დაასახელა. და ამ კანცელარიებში მოულოდნელად, დიპლომატიურად და რბილად განაცხადეს, რომ მათ არ შეუთანხმებიათ მსგავსი ინიციატივა და არ მიუმართათ ვაშინგტონისთვის შესაძლო სამხედრო ოპერაციის გადადების თხოვნით. უფრო მეტიც, ყველა სამ ქვეყანაში, კატარში, საუდის არაბეთში და ემირატებში განაცხადეს, რომ მათ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია აშშ-ის კონკრეტული გეგმების შესახებ ირანზე დართმების განხორციელებასთან დაკავშირებით აღნიშნულ პერიოდში. ასევე არანაირი თხოვნის შესახებ, რომელიც ასეთი ქმედებების გადადებას ეხებოდა. ყველაფერი, რასაც ჩვენ განვიხილავთ, იქაც კი მედიისა და დონალდ ტრამპის პოსტის საშუალებით გაიგეს. სადაც ის ამტკიცებს, რომ ყველა სპარსეთის ყურის ლიდერი ურეკავდა და უბრალოდ ევედრებოდა. გთხოვ, დონი, გადადე ეს იერიში ირანზე. მაგრამ ამ ლიდერების კანცელარიებში ამბობენ. რას ამბობთ? არავინ არავის დაუკავშირებია. ჩვენ საერთოდაც არ ვიცოდით, რომ ის აპირებდა იერიშს. ეხლა ახალი თარიღი მივიღეთ. ეხლა ტრამპი ამბობს, აი 22 მაისს აუცილებლად დავარყამთ. თუ შეთანხმება არ იქნება, აუცილებლად დავარყამთ. არ ვიცი, უკვე შეიძლება ფსონების დადება და არტყამენ თუ არა. აქ წერტილებს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის ხარდაჭერა, შეგიძლიათ დონატი გააკეთოთ. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით დავამთავრებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.